ჩვენ ახლა ბათუმში ვიმყოფებით და ძალიან მალე ახალ ბულვარში ჩვენ გამარჯვებულ გელა ცეცხლაზე შევხვდებით. ბავშვების მოედანზე. მოკლედ ესე იგი ესეთი შემთხვევა გვაქვს გელას სახელზე რადგან არ ვიცნობთ უთხარი რომ ვირთან ვიждდებით ხო და ხოლმე ვიპოვოთ ერთმანეთი და ველოდები აბა რა ვქნათ ალბათ გამოჩნდება მალე ჩვენი გამარჯვებული გელა ცეცხლაზე გამარჯობა თქვენ მეუღლე სახელი ირინა სასიამოვნო გილოცავთ აი ესე პირადად თქვენთვის ამაქვს სიურპრიზი ძალიან მაგარ ადგილას უნდა წაგიყვანოთ ახლა ისეთი რომ ვერ წარმოგიდგენიათ მოკლედ ახლა გელამ ჯერ არ იცის, მაგრამ რატომ მოვიყვანეთ აქ? ეს არის სამშობიარო, სადაც ჩვენ უკვე შეთანხმებულები ვართ ბატონ ჯუმგერ უნგიაძესთან ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რადგან გავიგეთ, რომ გელას მეუღლე არის ფერმზე, 3 თვის არის ჯერ და რა ნარჩენს ახლა ადგილზე მოგახსენებთ. გელა, წამო! მეუღლესაც დაუძახე, მოდი გოგო. ირინა. ეხლა რა ხდება? რატომ მოგიყვანეთ აქ? ჩვენ ხო ჩვენი აგენტები გვყავს. ჩვენ ხო გავიგოთ შენ რა გჭირდება და რა გიჭირთ, რა გიხდით, ეგენი ხო უნდა დაგვედგინა. და შესაბამისად მოგიყვანეთ ახლა კლინიკაში. აქ არის ბატონი ჯუმბერი, უნგიაძე, ძალიან მაგარი სპეციალისტი. თლიანად კონსულტაცია, წინასამშობიარო მეთვალყურეობა და თვითონ მშობიარობაც. ჩვენ ავიღოთ ჩვენ თავზე და ახლა ავიდეთ და დაველაპარაკოთ ექიმს და გავერკვიოთ ყველაფერი. ერთი მინდა გითხრათ რომ გაგიმართლათ რომ გეოსელმა ასე დაგაფინანსა და საკმაოდ დიდი საჩუქარია. მთლიანობაში რა შევა ახლა ეს რა ის არის მე ვერ ყვები მაგრამ არ ყოფილა ეგრეთ წოდებული ანტენატალური მეთვალყურეობა ანუ რაც შეეხება ბავშვის განვითარებას უსულობის მანძილზე რომელიც ითვალისწინებს არა მარტო ულტრაბგელის სკანირებას ნაყოფის არამედ თვითონ ორსულების მდგომარეობას. შემდეგ მომზადება უკვე გეგმიური საკეისრო კვეთისათვის და საკეისრო კვეთა თვითონ შევა ამ პროგრამაში. ჯეოსელის გადაწყვეტილებით ბატონ ჯუმბერთან შეთანხმებით გელას ოჯახში ნამატი მთლიანად იქნება ესე იგი მოვლილი ყურადღების ქვეშ რაც თავარია და საბოლოო ჯამში ის პრობლემა რომელიც არის აუცილებელი რომ საკეისრო კვეთა გაკეთდეს ეგეც ჩვენ თავზე გვაქვს აღებული ასე რომ ეს ყველაფერი ბავშვის დაბადება გადახდილია სუპერკლინიკაში ეს ბავშვი რო გაჩნდება ყველაფერი გამზადებული გქონდეთ ესეთი ჯეოსელი რა მადლობა დუტას და ჯეოსელს ეს კი გადახდილია მაგრამ მეორე ნაწილის სიურპრიზისა გველოდება სახში რა ხდება ერთი ნეტა იქ რა დღეში არიან ჩვენი გოგოები გამარჯობა ეს აჯუგრები სად არის ეს ბავშვს ეს დადე წამოდი ხა ცხოვრება რომ გაგიადვილდეს ცოტა ეს ყველაფერი შენ ვაიმე წამოიარი მოდი ეს რო გვიყურა ხოლმე აი ამითი დავით მაჩივარი გამოგადგება თალბად სარეცხი მანქანა გასკურა და ეს ყოველ შემთხვევაში ელექტროვერსია იმიტომ რომ ვიცით გაზი შემოდის ხო ნელ-ნელა ეხლა ხო და აქ პულსაც გამოაცხობთ ხოლმე და მწვალსაც შეწვა და ყველაფერს იზამს უსაზღრო დიდი სიხარული და პასო გარს ლაპარაკობს ასე შემიძლია გინი ლაპარაკი უსაზღროდ ბედნიერები ვართ უსაზღროდ იასამნისფერის სიურპრიზი ნომერი 5 აჭარაში შედგა სრულად
ნამდვილად გამოიცნო ჯეოსელმა ის რა ჩვენ გვჭირდებოდა და გვინდოდა. და მადლობა ჯეოსელს. უღრმესი მადლობა რომ ამოდენა სიხარული მოგვანიჭა ჩვენ.